1991 წელს, როცა ევროპა მხოლოდ გრანდებს ეკუთვნოდა, ერთი ქართული გუნდი გამოჩნდა, რომელმაც ყველა გაააოცა. ეს არის დინამოს რეალური ამბავის ზღაპრის ელემენტებით, როცა ერთმა პატარა უცნობმა ქალაქმა ევროპული ფეხბურთი თავზე დაიმხო. მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მტკიცედ იდგა და UEFA-ს თასების მფლობელთა თასი 21-ად თამაშდებოდა. ნოდარ ახალკაცის გამორჩეული ჯარისკაცები, როგორებიც იყვნენ ყიფიანი, დარასელია, გუცაევი, ჩივაძე, შენგელია, ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, რომ დიდ გუნდებს შანსს არ უტოვებდნენ. ტურნირის მე-16 ფინალში დამარცხებული ბერძნული კასტორია, მერვედ ფინალში კი დაძლეული უოტერფორდი. მეოთხედ ფინალში დინამო თბილისი ლონდონში ჩადის და მასპინძელ ვესტჰემს 1-4-ს ანადგურებს. ნახევარფინალში დაშლილი ნოტერდამის ფეინოორდი და ფინალი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. გერმანიაში გერმანულ კარლ ცაისთან ერთბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად ვლადიმერ გუცაევის გამათანაბრებელი და ვიტალი დარასელიას ზღაპრული გოლი დინამო თბილისის თავზე გვირგვინს ადებს. დაწერე კომენტარებში 1991 და გაუზიარე ეს ვიდეო ყველას, რომ ეს დღე არავის დაავიწყდეს.